დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში გრძელდება შოა დღე გადაცემის მეოთხე ნაწილი კვალისწინ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, გეტყვით, რომ 21 მარტს ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფონდ Your Forest-ის და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება გამოფენა სახელად ისტორიის მწვანე ფურცლები. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ გადაცემის სტუმრებთან ერთად, რომელსაც წარმოგიდგენთ დიდი სიამოვნებით. ქავტორი ნესტან ბაგაური, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი და მარიამ ონიზაშვილი, ფონდ Your Forest-ის PR მენეჯერი. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მებრძადებით 21 მარტისთვის და საინტერესოა როგორ აღნიშნავთ და რა მასალები იქნება წარმოდგენილი გამოფენას. ეს საერთაშორისო დღე მესვათვისთვის არ ვიცოდი რომ ეს დღე ჩვენი ფონდი Your Forest იწყებს პროექტს, რომლის მიზანიც არის საქართველოს ეკოსისტემის შესწავლა, აღდგენა, ანუ აგროეკოლოგია აერთიანებს ამ ორ სფეროს. გარდა ამ კონკრეტული პროექტისა, ჩვენი ფონდის მიზანია საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა გარემოზე ზრუნვის მიმართ, იმიტომ რომ რამდენი პროექტის არ უნდა განხორციელდეს, რამდენმა ორგანიზაციამაც არ უნდა დაიწყოს ამ მიმართულებით მუშაობას, თუ არ იქნება მოსახლეობის სწორი დამოკიდებულება და სწორი აღქმა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი გარემო, ეკოლოგია, ტყე განსაკუთრებით და რომლის გვიცავს და თუ ჩვენ არ დავიცავთ მას, ანუ სერიოზული საფრთხების წინაშე აღმოჩნდებით. აი ამ გამოფენის მიზანიც და მესიჯიც არის სწორედ ეს, რომ საზოგადოებას დავანახოთ, შევახსენოთ ტყის მნიშვნელობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ისტორიული დოკუმენტები, საბუთები, რომელიც ასახავს თუ როგორ უვლიდნენ ძველად ტყეებს, როგორი იყო მაშინდელ მოსახლეობაში ტყის მიმართ დამოკიდებულება და პასუხისგებლობა გარემოზე ზრუნვის მიმართ. რაც შეეხება უფრო შინაარსობრივ მხარეს, უფრო დეტალურად როგორ იყო მაშინ და რა ხდება დღეს. მესიჯი საზოგადოებისთვის, რომ აი ადრე, ამიტომაც იყო ხო შენახული და დასული კარგად ის გარემო და ის ტყეს და დღეს საქსტატის მონაცემებით ბოლო 15 წელიწადში 600,000 ჰექტარი ტყე არის განადგურებული თითქმის 1/4 არსებული ტყეების. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი და გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება, პლუს ეს ხების დაავადებებია, მავნებლებია გავრცელებული და ხე-ტყის უკანონო ჭრა, საკმაოდ დიდი ტემპებით მიმდინარეობს. თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდა, მან შეიძლება ტყის გარეშე აღმოჩნდეთ. ამიტომ ყველა ჩვენგანი, ჩვენი ფონდიც მათ შორის, ვცდილობთ ყველა ასპექტში, ყველა კუთხით, გარდა იმ კონკრეტული საქმისა, ესეთ საზოგადოებრივი კამპანია და გამოფენა. მარიამ, ფონდი რამდენი ხანია, რაც არსებობს ამის შესახებ? ფონდი 2 თვის წინ დაფუძნდა, რამდენიმე თვეში დაიწყება უკვე კონკრეტულად ამ პროექტის განხორციელება. ეს იქნება საქართველოს ეკოსისტემის შემსწავლელი სადგურები საქართველოს მასშტაბით 30 სადგური უნდა აშენდეს და თითოეული სადგური 50 კილომეტრის რადიუსში ჯერ შეისწავლის ნიადაგს, კლიმატს, ტენიანობას, წყლის შემცველობას და შემდეგ მოხდება უკვე შესაბამისი ენერგიების გამოყვანაც და განიშენიანების მონაცემების დაიდება უკვე და იქნება. რა თქმა უნდა, ამ მონაცემებით ასევე ისარგებლებენ ფერმერები და სასოფლო-სამეურნეო სექტორი დაინტერესებული პირები. საჭირო საქმეს აკეთებ და მინდა წარმატებები. საინტერესო ღონისძიებაში როგორ ჩაერთვება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ის მასალები, რომლებიც იქნება წარმოდგენილი, რასაც გადავავლეთ თვალის საკმაოდ მნიშვნელოვანი მასალები გაქვთ გამოფენისთვის მომზადებული. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მარიამ სწორად აღნიშნა იმ შეთვის, რომ თანამედროვე საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა, რომ ეს ფონდების საქმიანობა, გარემოს დაცვითი საკითხები, ბუნება, ტყე, ყველაფერი არის მისი, უნდა მიაწოდო იმ ფორმით და სხვადასხვა აქტივობებით, რომ ეს იყოს დიდაქტიკური ფორმით მიწოდებული, არამედ თვითონ იქნო ნაწილება თავი ამ ყველაფრისა. ერთ-ერთი გზა ამისათვის არის ძალიან კარგი, რომ აჩვენოთ თანამედროვე საზოგადოებას თუ მისი წინაპრები, ის გენეტიკური კოდი, რომელსაც ის დღეს წარმოადგენს, როგორ იქცეოდა ასეთ საკითხებთან მიმართებაში და თუ არა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შეიძლება მივადევნოთ ამას თვალი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ჩვენ ცენტრში დაცული მასალა არის აზროვნების, ქცევის და ყველაფრის ისტორია, რაც კი დღემდე შემორჩენილია საქართველოში. მათი დიდი ნაწილი არის დაცული ცენტრში. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არ არის დაცული პირდაპირ ბუნების დაცვითი ტრაქტატები ან ნაშრომები, მაგრამ ჩვენ იქ დაცული მასალა გვაწვდის ძალიან საინტერესო ინფორმაციას ტყისადმი, ტყის ფლორისა და ფაუნისადმი,
ქართული ხალხის დამოკიდებულებისა. უმთავრესად ალბათ ძირითადი აქცენტი ამ გამოფენისა იქნება ის ისტორიული საბუთები, სადაც საუბარია ტყესთან დამოკიდებულებაზე. ეს არის ტყის შეწირულობის წიგნები, ვთქვათ, რა რანგის ფეოდალს ჩუქნის მეფე უბოძებს ტყეს და რა სამუშაოს სანაცვლოდ, რა ღირსების სანაცვლოდ. შემდეგ უკვე ეს ფეოდალი ხდება ამ ტყის განკარგავ. ერთი საინტერესო ფრაზი შეიძლება მოვიხმოთ ისტორიული საბუთიდან, ტყე და წყალი ღვთისმშობლისა არისო და ამიტომ უნდა გავაფრთხილდეთო. არის ძალიან საინტერესო აქტები ტყის შეშით სარგებლობის გრაფიკები. დღეს მარიამ ახსნა უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა ტყის მდგომარეობა. თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც ტყის მოხმარება და შეშის მოხმარება იყო ყოველდღიურობის ნაწილი. დღეს ხო ეს არის მხოლოდ დიდი ინდუსტრიებისთვის საჭირო რესურსი. მაშინ ეს იყო ყოველდღიურობის აუცილებლობა. როდესაც ეს იყო მკაცრად რეგლამენტირებული შეშის მოტანის გრაფიკები, რომელიც თანხმდებოდა ადგილობრივ ფეოდალთან თუ მმართველთან, ეს იყო სწორედ იმის გარანტი, რომ მიუხედავად ყოველდღიური სარგებლობისა ტყით, ეს ყველაფერი იყო რეგლამენტირებული, ისე მოწესრიგებული, რომ საფრთხის წინაშე ტყე არ დგებოდა. ეს არის პირველი რიგის მასალა, რაც იქნება გამოფენილი. ამას გარდა ძალიან საინტერესო კიდევ უფრო ისტორიულ წარსულში გადავიდეთ. ჩვენთან ძალიან საინტერესო ხელნაწერი, ერთი მაგალითად ეს გახოთ მე-17 საუკუნის ხელნაწერი, ჟამგულანი ყანჩაერთის, რომელშიც დაცული არის ძალიან საინტერესო მინიატიურები სამყაროს შექმნის დღეების მიხედვით, ის 7 დღე, რომელიც ჩვენ ვიცით ბიბლიიდან, ცალკე არის საინტერესო მინიატიურები, როგორ შეიქმნა ტყის საფარი ღმერთმა, როგორ შექმნა შემდეგ მცენარეული ცხოველური სამყარო ამ ტყისათვის და სხვა ხელნაწერებში გაბნეული ის მინიატიურები, სადაც არის ძალიან უხვად ტყეში გავრცელებული ფლორა, ფაუნა და ის რომ მხატვარი მინიატიურისტი ძალიან აქტიურად იყენებს არა მხოლოდ საკრალურ ცხოველებს და ფრინველებს, ვთქვათ, რაც არის ქრისტიანული თეოლოგიით სიმბოლიზირებული, არამედ ძალიან ისეთ არასაკრალურ ყოფით ვერფლს, ქურციკს, ლომს, რაღაც ძალიან მარტივ ნადირობით. ეს ნიშნავს, რომ ტყე და ტყის ბინადარნი იმ სოციუმისთვის ძალიან ახლობელი იყო და მათი ცნობიერებისთვის იყო ძალიან მშობლიური. გარდა ამისა, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული დოკუმენტებისა, გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი ერთი ძალიან საინტერესო დოკუმენტი, რომელიც მოგვაწოდა შოთა არაბულმა, ასლი მოგვაწოდა. ამ დოკუმენტის ორიგინალი იყო დაცული გიორგი არაბულის ოჯახში, როგორც ბატონმა შოთამ გვაცნობა. ანუ ეს არის მე-19 საუკუნეში შედგენილი, ხელსურეთში შედგენილი ხელნაწერი, ხელწერილი უკაცრავად, სადაც წერია ესეთი რამ, ან რამდენიმე სოფლის მამასახლისმა შეადგინა დოკუმენტი, რომ თუ ამ სოფლის მოსახლეობიდან ვინმე ხეს მოჭრიდა, ზვალმჭერ, აი ზუსტად აქ გაცნობიერებული ტყის დანიშნულება. და მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არის. და ადგილობრივი მოსახლეობა და არა ან მეფეს განკარგულება, ანუ თვითონ მოსახლეობა ზრუნავდა გარემოზე. თუ ვინმე მოჭრიდა ამ ტყეებში ხეს, ანუ მას ჯარიმის სახით სოფლის სასარგებლოდ უნდა გადაეხვადა 10 ცხვარი საფასური, აი ესეთი ანუ ეს არის მესიჯი ზუსტად ამ გამოფენის, რომ აი როგორ ზრუნავდნენ, როგორ იცავდნენ, რამდენად მაღალი იყო თვითონ მოქალაქეებში ეს კულტურა, გარემოზე ზრუნვის კულტურა. შესაბამისად, მე მგონი, სწორად მიიღებს, სწორად გაიაზრებს და ამ გამოფენის მიზანი სწორად იქნება მიტანილი აუდიტორიამდე. ბატონო შოთა ახსენეთ და უბრალოდ უნდა ვთქვათ, ძალიან დიდია მისი დამსახურება, თუნდაც ის მუზეუმი, რომელიც მან გააკეთა და სოფელ მოიარა და ის შეაგროვა ეს ყველა მასალა, რომელიც წარმოდგენილი გვაქვს მუზეუმში და მოვიკითხავთ აქედან დიდი სიყვარული და პატივისცემით. და უნდა ვთქვათ აუცილებლად დასწრების კუთხითაც, ვის ექნება საშუალება, რომ დაესწროს, გაეცნოს, მიიღოს ინფორმაცია, გადახედოს ჩვენს ისტორიულ წარსულს და რაღაც კუთხით დაფიქრდეს კიდევაც იქიდან წამოსული. გამოფენაზე მოსვლა შეიძლება ნებისმიერ სურვილს, თუმცა ჩვენ ვეცადეთ მოგვეწვიათ როგორც სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები შესაბამისი ფაკულტეტებიდან, ვინც ამ სფეროს შესწავლას ცდილობს და ამ სფეროს სპეციალისტი უნდა რომ გახდეს, ასევე ანუ სხვადასხვა უწყებებიდან, თუმცა არის თავისუფალი დასწრება და რომელსაც იქნება და ტერიტორიულად საჩუქრია დაინტერესებულად. პირველის ნახევარზე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ელოდება ეს გამოფენა დათვალიერებებს.
გამოფენა გასტანს ერთი კვირის განმავლობაში და საინტერესო ის არის, რომ გამოფენის წარმოდგენილი იქნება ისტორიული საბუთები, უნიკალური ხელნაწერები, მათ შორის იქნება ერთ-ერთი ვეფრის ტყავისნის ვრცელი რედაქციის ორიგინალი, რომელიც არის საუცხოო ზოომორფული გამოსახულებებით გამშვენებული და ფოტოგამოფენა ერთვის ყველაფერ ამას, იქნება ორიგინალებიც და იქნება ფოტოგამოფენაც პარალელურ რეჟიმში. გასაგებია, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოფენა ელოდება იმ ადამიანებს, ვინც აპირებს მისვლა და ვინც გახსნაზე ვერ მივა, მთელი კვირა იქნება საგამოფენო სივრცეში და ასე რომ შეუძლია გამონახოს. ერთი დრო მაინც მივიდეს და დაათვალიეროს და ახლოს გაეცნოს. გვინდა რომ დაგემშვიდობოთ, წარმატება გისურვოთ. მადლობა მომხდანებისთვის და იმედი გვაქვს, რომ საინტერესო პროექტებით ისევ გვეწევით და გაგვეცნოთ ბევრ კარგ სიახლეს. დიდი მადლობა. ეროვნულ ცენტრთან ჩვენ მეგობრობთ, თანამშრომლობთ და ბევრ ინფორმაციას ვაწვდით მაყურებელს და იმედი გვაქვს, რომ აი ამ საჭირო ორგანიზაციებსაც ბევრს ვისაუბრებთ. დიდი მადლობა. გემშვიდობებით, თქვენთან ერთად დამშვიდობებით მაყურებელს. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, მადლობა რომ გვიყურებთ. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ ნახვამდის. გემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ხვალ 2:09 შევხვდებით ერთმანეთს. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. ნახვამდის.